გამარჯობათ. წინა ვიდეოებში ვთქვი, რომ ჩვენი გარემო ხშირად გავს იმ ექსპერიმენტებს, რომელიც ჩატარდა, ან იმ წიგნებს, რომელიც დაიწერა. და მე დღეს მინდა მოგითხროთ ორ ისეთ ცნობილ ექსპერიმენტზე, რომელზედაც თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაცია. პირველი ეს არის მოხარშული ბაყაყის სახელწოდებით ცნობილი ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის სიუჟეტი ასეთია: ბაყაყს ათავსებენ წყალში და წყალს ძალიან ნელა აცხელებენ. დაახლოებით 40-50 გრადუსამდე, ანუ ეს გრადუსი საკმარისია, რომ ბაყაყი დაიღუპოს. და ეს დრო, გაცხელების დრო გრძელდება 2-3 საათი. ანუ ძალიან ნელა უმატებენ ტემპერატურას. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბაყაყი ცოცხლად იხარშება ამ წყალში. როდესაც ბაყაყი ჩადეს იგივე წყალში და ტემპერატურა უფრო მოუმატეს დროის მცირე მონაკვეთში, ასე ვთქვათ, ბაყაყი ამოხტა და თავს უშველა. ასევე, როდესაც ბაყაყი ჩააგდეს ადუღებულ წყალში, ბაყაყი ამოხტა, მაგრამ იგი დაიღუპა დამწვრობისგან. ექსპერიმენტის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ცოცხალ ორგანიზმს ნელ-ნელა აჩვევ რაიმე სიახლეს, ის მას ეგუება და როდესაც ეს სიახლე ხდება მისთვის საშიში, უკვე ძალა აღარ შესწევს, რომ შეეწინააღმდეგოს და ორგანიზმი იღუპება. აქ ამ შემთხვევაში ადამიანზეა საუბარი. შემდეგი ექსპერიმენტი სახელწოდებით სამყარო 25 განახორციელა ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ კალჰუნმა. მან შექმნა თაგვების იდეალური სამყარო. ლაბორატორიის პირობებში თაგვებისთვის თავისუფალ გარემოში მან ააწყო გარკვეული ფართობი, სადაც თაგვებს ჰქონდათ ცხოვრებისთვის იდეალური პირობები. მათთვის უხვად იყო საკვები, კომფორტული ბუნაგები, კომფორტული ტემპერატურა, ანუ ყველაფერი იყო იდეალურად შექმნილი. თავიდან თაგვები ძალიან გამრავლდნენ და მათი რიცხვი რამოდენიმე ასეული გახდა. შემდეგ მათ შორის იერარქია ჩამოყალიბდა. იყო შეტაკებები ერთმანეთში, ჩაგვრა და აგრესია. დაახლოებით 1 წლის მერე ყველაფერი ჩაცხრა. უხმა საკვებმა გამოიწვია საკვების მიმართ ზერელე დამოკიდებულება, აგრეთვე იკლო შობადობა. თაგვები უბრალოდ არსებობდნენ ყოველგვარი ზრახვების გარეშე. გამოჩნდნენ ეგრეთ წოდებული ლამაზი თაგვები. მათ უარი თქვეს მდედრებთან შეწყვილებაზე და მათთვის ბრძოლაზე. მხოლოდ კვება და ძილი. გარკვეული დროის მერე ასეთი თაგვები უკვე უმრავლესობას შეადგენდნენ. თაგვებს შორის დაფიქსირდა ჰომოსექსუალიზმი და კანიბალიზმი. დაახლოებით 3 წლის მერე თაგვების კოლონია მთლიანად განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ჯონ კალჰუნმა ექსპერიმენტი რამოდენიმეჯერ გაიმეორა და შედეგი იყო იგივე. ამ ორივე ექსპერიმენტის ანალოგიას თქვენ მოძებნით და გადმოიტანთ ჩვენს ცხოვრებაში. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.